საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს საახალწლო სცენარები და საახალწლო ზღაპრები არილევა საქართველოში და ხელისუფლებამ იფიქრა და ამ ხმაურიან ამბებს კიდე რა უნდა დაუმატონ ახლა საინტერესოა ეს ყველაფერი ალბათ ბევრისთვის და მოიწამეს ის რომ კიდე ახალი ერთი კარგი ლამაზი სპექტაკლი შეექმნათ და ამ ლილუაშვილის დაკავებას და ამ ყველა ამ კორუფციულ სკანდალებს და ამ ახალაიას დაკავებას კიდევ ერთი ამბავი მიუმატეს, თურმე ფარცხალაძე ყოფილა დამნაშავე და თურმე ფარცხალაძის საქმე გახსენებიათ. სინამდვილეში მე მინდა გითხრათ ეს ყველაფერი კიდე ერთხელ რა, ყველას ხო ყურადღება მიაქციოს ამ ყველაფერს რა. ეს ყველაფერი ხდება სხვა რაღაცის გამო. ეს ყველაფერი ხდება ზუსტად იმ გაყიდული მიწების გამო, ზუსტად იმ არაბიზაციის გამო. დღეს აგერ კიდე ერთი ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელი ვიდეოც ისედაც მე ვიცოდი აქედან და რა ვიცი, ვინ არ იცოდა ყოველდღე რუსთავი თბილისის გზაზე, იქ კრწანიში, სადაც არაბული ქალაქი უნდა აშენდეს. შენდება მეჩეთი წინასწარ, ანუ სანამ ქალაქს ააშენებენ, მანამდე მეჩეთი უნდა ააშენონ და ამიტომ ახლა ქოცებმა კარგად იციან, რომ ამას მძაფრი რეაქციები მოყვება საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფლანგზე ცდილობენ ამ ყველაფრის ჩაშლას და დაწყებული ეს საპატრიარქოს ყანდურებით, დამთავრებული თავიანთი ოპოზიციური გამправებლებით და რა ვიცი ფსევდოეროვნულებით თუ ამით, რომლებიც გამправებლები გამოდგენ ამ ინვესტიციის ეგრეთ წოდებულის, მიუხედავად ამისა, მაინც იციან, რომ ამას მოყვება ძალიან დიდი ამბავი და პერიოდულად საზოგადოებას ჭირდება კვება ინფორმაციით, რომელი ინფორმაციაც იქნება გონების გადასატანი ხალხისთვის. ამიტომ აი ამ ბევრი ფიქრის შემდეგ ახალი ამბავი ამოაგდეს. რა ვიცი, რამდენად ვისთვის რა ახალი ამბავი იყო, მე ვერ ხვდები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სასწაული ხდება სიმართლე გითხრათ, როდესაც ტევ პირველი ვითომ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური არხი და ელისო კილაძე, რომელსაც რო კითხო თურმე რო კითხო ამ ქოცებს, რომ ესენი არიან თურმე დეზინფორმატორები და ტროლები და ნაცები და ესე შემდეგ, როდესაც მოამზადებენ სიუჟეტებს, როდესაც ისეთ დოკუმენტებს დაალაგებენ, რომელი დოკუმენტების წესით და რიგით გრიფით საიდუმლოდ უნდა იყოს დაცული გამოძიების მასალებიდან, გამოძიების ინტერესებიდან, არ უნდა საჯაროვდებოდეს. უცებ აღმოჩნდება ამ შავნოდარების და ამ ელისო კილაძეს ხელში და ამათ ხელში და გამოდის 3-ზე 20 მერე ისე აღმოჩნდება, რომ ეს ამბები აბსოლუტური უმრავლესობა თურმე მართალი ყოფილა და თვითონვე დაერევიან მერე თავიანთი გუნდის წევრებს და ხან ლილუაშვილს დაიჭერენ, ხან ბურჭულაძეს დაიჭერენ, ხან ღარიბაშვილს დაიჭერენ, ხან ვის და ხან ვის. საერთო ჯამში აღმოჩნდება მერე, რომ თურმე ელისო კილაძე და თავისი სასტავი იქ ვინც არიან, შავნოდარა და ესენი მართლები ყოფილან. ამიტომ ჩემთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა, ეს ყველაფერი არის როგორც კომუნისტების დროს იყო ასეთი ჟურნალი ნიანგი, სადაც იწერებოდა ფელეტონები ადამიანზე, რომლის დაყუბვაც ჰქონდა კგბ-ს გამიზნული, დაუწერდნენ იქ ფელეტონს, ააგდებიებდნენ საზოგადოების აზრს მოამწიფებდნენ და ამის შემდეგ მოქმედებდნენ. აი ესეთი სიტუაცია ხდება საქართველოში, აი ამ ფორმით, რომელი ფორმითაც ეს ხელისუფლების ვითომ ოპოზიციონერი, ბლოგერები, ჟურნალისტები და ისინი ქმნიან და ხალხის გონება გადადის იქეთ. ახლა მე ფარცხალაძის შესახებ რა უნდა ვისაუბრო? ერთი ვიცი ის, რომ ნაცების დროსაც პროკურორი იყო და როდესაც მათ დროს პროკურორი იყო, მაშინ პრობლემას ვერ ხედავდნენ ნაცები. ქოცების დროს, როდესაც უკვე პროკურორი იყო და ნაცებს მოკიდა ხელი დასახშობად, მაშინ გაახსენდათ ბოტასების ქურდობა და ატეხეს ერთი წივილი და კივილი და ჰაი და ჰუი და მოკლედ ამ სკანდალში გაეხვა, თვითონ როგორც თქვა სინამდვილეში ეს სხვანაირად ყოფილა, რა ვიცი, ბოტასის ქურდობის
მე თვითონ მაგვერსის იქიდან გამომდინარე არ მჯერა რომ არ ქონდა მაგაც ახლა იმის გაჭირვება რომ ბოტასები ეპარა იქ სადღაც გერმანიაში ეგეთი ჭორები 1000 მილმეზე შეიძლება გავრცელდეს, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს ყოველ შემთხვევაში ფაქტია ის რომ რაღაცა მქონდა მომხდარი გერმანიაში, მაგრამ სანამ ნაცების დროს იყო პროკურატურაში, მაგ დროს პრობლემა არ ქონდათ, ეს არ ახსოვდათ, მაგრამ ნაცების მერე რომ პრობლემისა გახდა, მერე უკვე ფარცხალაძე და დამნაშავე და ესეთები ყავდა და ბიჭო, საქმე ისაა, რომ ეს კაცი იყო ხელშეუხებელი ქოცების დროს. ფაქტია ის, რომ აშკარად ფაქტია, რომ ეს არ იყო უბრალო ხელწამოსაკრავი რიგითი მოქალაქე, ამ კაცის სახელს ბევრი რაღაცა უკავშირდება, ისე როგორც ფარულად, ისე ღიად, მე გამოჟონავდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ იქამდე მინისტრებს დაამათეხებოდა ხელით და ვერავინ ვერ უბედავდა ვერაფერს რა. ვერავინ ვერ უბედავდა. მე როდესაც ამხელა გავლენიანი ადამიანი იყო და წავიდა მე უფრო ისეთ ქვეყანაში, რომელ ქვეყანაში საერთოდ ასეთ ადამიანებს უფრო მეტი გასახანი აქვს და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს და იმ ქვეყნის რუსეთის მოქალაქე გახდა და რუსულ პოლიტიკურ წრეებში ჩაერთო და დიდ გავლენიან ძალებში აღმოჩნდა, აქ მოქალაქეობა შეუწყვიტეს და ახლა გაახსენდა თურმე რომელიღაცა კვლელობაში, რომელიც ასე პოპულარული არის საერთოდ თბილისში ესეთი ამბები გადატრიალდება და მე ლაპარაკობს მთელი ქალაქი. ახლა თურმე დამნაშავე ყოფილა და ახლა გაუხსნიათ ეგ საქმე და საქმე პრაქტიკულად გახსნილი არის და დამნაშავე მოძიებული ყავთ და ამდენი ხანი არ ახსოვდა და ახლა რა ვქნათო კაცო, რუსეთის მოქალაქეა კაცო და ექსტრადირებას როგორ შევძლებთო. ბიჭო, რუსეთის მოქალაქე რო არ გამხდარიყო, ის კი არა, საქართველოს მოქალაქე რო იყო და საქართველოში იყო, მაშინ ვერ უფრენდით ბუზს. ჩასვლილები იყავით, მაგაცის ისე გეშინოდათ. თელ ქოცობას. ხო და ისა რა ქვია, რუსეთიდან მოახდენთ თქვენ მის ექსტრადირებას, ფეხებს ვერ მოჭამთ ძირში. ეხებს ვერ მოჭამ, მე საერთოდ არ ვიცი, ვინას არ ქონია არანაირი შეხება არც. ძალიან ესეთი ჩრდილში მყოფი პიროვნება იყო, თავისი წარსულიდან გამომდინარე არ ჩანდა, ძალოვან სტრუქტურებში იყო და ღიათ არავისთან არ ქონდა არაფერს შეხება, მაგრამ ფაქტია, რომ იყო ეს რუხი კარდინალის ტიპი იყო და აღმოჩნდა ისე, რომ წავიდა ისეთ ქვეყანაში და ისეთი იმუნიტეტი გააჩნია, მთელი ის რომ გაიხეთ ერთ ადგილას ვერაფერს ვერ უზამთ, მაგრამ როცა საქართველოში იყო, მაშინ ვერ ჭამდით ფეხებს და ახლა რუსეთის მოქალაქეს და იქ ისეთ ძლიერ კლანებში ჩართულს და ისეთ ძლიერ სისტემაში მოქმედ ადამიანს თქვენ რამეს უზამთ? ჭირდებოდათ ახლა ეს ყველაფერი, იცოდნენ ასე, აქ ქოცებს არ ჭირდებათ ხელის შემშლელი არავინ, დაჭერით ესენი ვერ დაიჭერენ, რა ვქნათ ძმაო, რუსეთის მოქალაქეა, რუსეთშია და რანაირი გვარი ფარცხალაძე რომანოვი, მეფეების გვარი მიუღია, ხო და აღმოჩნდება ისე, რომ კია დამნაშავე, მაგრამ გაქცეულია და ჩვენ ვერაფერს ვერ უშვებით და ასე და სინამდვილეში ახლა თვითონ რაში ჭირდებოდათ აქ დაპირისპირებული ტიპი, გავლენიანი, ავტორიტეტული და მით უმეტეს შესაძლებლობებით და ფინანსებით და რამით უზრუნველყოფილი და ამათი გრეხები რო იცის თავიდან ბოლომდე და ამიტომ ახლა ქოცებმა ადგენდა ორი კურდღელი მოკლეს ერთად მათი ჭკუით. ფარცხალაძეს პრობლემები შეუქმნეს საქართველოში დასაბრუნებლად, მანამდე არ გეტკინათ არაფერი, თქვენ სანამ ფარცხალაძე არ ჩამოვიდეს და მაგციხესი არ ჩაჯდეს და მით უმეტეს მთელი ეს გამოძიების მასალები, რომლებიც ეგრე ელისოკილაძე და ესენი აფრიალებდნენ აქანე და ყველაფერი იყო მომზადებული იმისთვის, რომ ეს ხედავ გაიგე რა მომხდა რა. სინამდვილეში იქ რა მოხდა კაცშვილმა არ იცის, ნაღდად. ისია დასაჯერებელი ამათი გამოძიების და ამათი პროკურატურის ღმერთმა იცის, ფაქტია რომ არის რაღაცა კლანური გარჩევები, სერიოზული კლანური გარჩევები არის ბიზნესთან დაკავშირებით, არა მარტო ბიზნესთან დაკავშირებით, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მოხდა ის მკვლელობა, რაც მოხდა. გარეული არის ძალიან ბევრი, ამიტომ ქოცებმა თავისი საქმე გაიკეთეს და ამით გადაფარეს ახლა კარგახანი რაღაცეები. მაგრამ ეს კიდე ერთხელ გეუბნებით რა, ეს არის ყველაფერი ფარსი, ეს არის ყველაფერი ტყუილი, არავინ არავის დამჭერი არა, არავინ არავიზე პასუხის მომთხოვნი არა და არავინ არავიზე თმის ღერის ჩამომგდებელი არა, ეგ რაღაც დასაჭერები და ფარცხალაძეს კი არა, ლიფსიტებს ვერ იჭერენ, მთელი საქოც ბანდეთი, ასე რომ მიმდინარეობს წარმატებით ეს სუსის მიერ დაყენებული ეს განწყობების შექმნა და
ამასთან დაკავშირებით მიზღვნილი ყველაფერი. სინამდვილეში კი რა ხდება? სინამდვილეში ხდება ძალიან ცუდი და ძალიან აი როგორ გითხრათ, იცით? შეთქმულება ქართველიერის და საქართველოს მიმართ. მე გაჩვენებ თქვენ ახლა ვამზადებ ვიდეო ბლოგს, რომელი ვიდეო ბლოგიც ეძღვნება ჩვენ დაუძინებელ ძმებს და მეგობრებს ტრადიციულად. აგერ ახლა ხანუკას დღესასწაულზე რეები მოხდა, რატომღაც ამის ასეთი რაღაცეების საუბარი და განსჯა ძალიან აკრძალული არის ქართულ საზოგადოებაში და მე თქვენ გაჩვენებთ იქ რაც მოხდა, ეს კობახიძე და ეს მეორე ეს პიტალორო იყო კალაძე გაქცეული თავზე დაფარებული, იმგენით რა ქვია, ებრაული ქუდებით მისალოცათა რიტუალებში რო ღებულობდნენ მონაწილეობას, ხო და აქედან გამომდინარე, რა ელოდება ჩვენ ქვეყანას, ისედაც დიდხანია გასაგებია და კარგი არაფერი, ფაქტია ის, რომ საქართველოს ათვისება დაწყებული არის უცხოტომელებიდან, დღეს აგერ მეჩეთის მშენებლობისთან მეჩეთის მასშტაბურობას გააჩნია, ფაქტია, რომ იმხელა მასშტაბის მეჩეთი შენდება, რომ იქ ნამდვილად იმ ნაწილს ეყოფა და იმ ადამიანებსაც, ვინც ქუჩაში არიან კიდე გამოსული და ლოცულობენ, ასე რომ საქმე, იცით რაში არის? ახლა ვინმეს არ ეგონოს, რომ ან მე მეჩეთის სიტყვაზე წინააღმდეგი ვარ საქართველოში, ან ადამიანებმა ილოცონ იმის წინააღმდეგი ვარ, რაც შეეხება მუსულმანებს, რაც შეეხება. მე ყველა საქართველოს შვილს განურჩევლად თავის სარწმუნოებისა საქართველოს შვილად ვთვლი და მიმაჩნია ის, რომ არ შეიძლება რელიგიური ნიშნით მოხდეს საზოგადოების დაყოფა და საქართველოს ისტორიაში ყოფილა უამრავი მაგალითი, საიმისო მაგალითი, რომ მუსულმანმა ქართველებმა გადაარჩინეს საქართველო. უამრავი მაგალითი ყოფილა მაგისი, იგივე სელიმ ხიმშიაშვილი რო ვთქვათ, იგივე მემედ აბაშიძე რო ვთქვათ, იგივე გულო კაიკაციშვილი რო ვთქვათ და კიდევ სხვები. მარტო ამაცე რო არ გავჩერდეთ, ამიტომ საქმე იმაში არა, ვის რა ღმერთი წამს და რანაირად ადიდებს უფალს, საქმე იმაში არის, ეს ხალხი მისერს და მის ქვეყანას როგორ გამოადგებიან და როგორ შეიძლება ადამიანი წინააღმდეგი იყო საქართველოში მეჩეთების სიტყვაზე მეჩეთის მშენებლობის, მაგრამ რაშია საქმე, იცით, საქართველოში არის მოქმედი 300-მდე მეჩეთი და ჯამი. ახლა ვინც არის ის ისლამის სპეციფიკა, ისლამი ძალიან სპეციფიკური რელიგია არის. აიციან ძალიან ზედაპირულად. მუსულმანია ამათვის გაგებაში და დამთავრდა. ამათმა არიციან განსხვავება, ან დიდი იცოდენ შიიტები და სუნიტები. რა განსხვავება ნაკლებადაა ახლა მაგაზე საუბარი. ბიჭო, მოდებაში არაა ძალიან ბევრი. საერთოდ მოდებაში არაა ძალიან ბევრი, რომ სინამდვილეში უამრავი მეჩეთის მშენებლობა საქართველოში, რომელიც ისლამის აგრესიული შტოს უამრავი განშტოება გააჩნია, როგორც ვაჰაბიზმი და ასე შემდეგ, უამრავი განშტოება გააჩნია. თვითონ ქართველმა მუსულმანებმა საქართველოში, სანამ თავრობა მოვიდოდა აზრზე და სანამ თავრობას ეკნებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაიმე რეაქცია, თვითონ ქართველმა მუსულმანებმა, კავკასიური ისლამის მიმდევრებმა იმოქმედეს და დაახურიეს. ეს არ გაუგია საქართველოს მოსახლეობის და განსაკუთრებით მორწმუნე მოსახლეობა რო ქვია 1%-საც კი. დიახ, უამრავი შემთხვევა იყო ამისი. და თუ რატომ იყო ამ ყველაფრის უამრავი შემთხვევა, მაშინ ელემენტარული ცოდნა უნდა ჰქონდეს ისლამის. ელემენტარული. იმიტომ რომ კავკასიური ისლამი რადიკალურად განსხვავდება იმ ისლამთან, რომელი ისლამიც არის ახლო აღმოსავლეთში. იმიტომ რომ ეს არის ადათებზე, წესებზე, ტრადიციებზე დაფუძნებული, კავკასიურ ადათებზე დაფუძნებული სარწმუნოება. და არ შეიძლება ტოლობა იქნას დასმული კავკასიურ ისლამს და საქართველოს მუსულმანებსა და იმ შორეული თუ ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული სხვადასხვა აგრესიული ზოგი სექტის, ზოგი მიმდინარეობის პოლიტიკური ისლამს შორის.
უამრავი შემთხვევა იყო მაგისი, რომ პირველ რიგში დაპირისპირება, იმიტომ რომ სანამ ამას ქართველი მრევლი გაიგებს და ქართველები გაიგებენ, აგერ რა კრწანიში ამდენი ხანია შენდება ის და კაც შუს არ გაუგია სიტყვაზე. და თვითონ მუსულმანი ქართველები და საქართველოს ისლამის მუფტები უფრო მეტი სწრაფად გრძნობენ და ხედავენ ამ ყველაფერს და მოქმედებენ. რომ იცოდეთ ის. არავინ არ იცის ახლა იქ რა შენდება, იქ ტრადიციული კავკასიური ისლამის სახლი შენდება, მეჩეთი შენდება თუ შენდება რომელიმე სექტის, აგრესიული სექტის სალოცავი თუ რა. არავინ არ იცის. ხო და ის რომ საქართველოში როდესაც დაიწყება ჩამოსახლება სხვადასხვა რჯულის, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მუსულმანი მოსახლეობის, რა თქმა უნდა ისინი საქართველოში შემოიტანენ თავიანთ ადათებს, წესს, ტრადიციას, თავიანთ რელიგიურ ხედვას და ასე შემდეგ. არავინ არ იცის, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავინ არ იცის იქ ვინ აშენებს. ამას ქართველი მუსულმანები აშენებენ თუ ამას აშენებს რომელიღაცა შეიხი, რომელსაც თავისი გეგმები აქვს შემდეგ კავკასიის ემირატთან დაკავშირებით. და ერთმანეთში როგორი დაპირისპირება აქვს საერთოდ ისლამურ სამყაროს, ამისთვის ნათელი მაგალითი არის ისა რა ქვია სირიის ომი. სადაც ერთ მხარესაც მუსულმანები, აი ყველას წინააღმდეგ იყო 5000 დაჯგუფება ებრძოდა ერთი მეორეს, მაგრამ ძირითადში ეს იყო ბრძოლა შიიტებს და სუნიტებს შორის და ამ განშტოების რელიგიის ადამიანებს შორის. და როგორი დაუნდობელი ომი იყო. როგორი სისასტიკით ექცეოდნენ ერთმანეთს, ისინი ქრისტიანებს არ ექცეოდნენ, მას სისასტიკით ერთმანეთს რო ექცეოდნენ. ხო და აი აქ ცოტა ჩემზე მეტმა კომპეტენტურმა პირებმა უნდა ისაუბრონ ამ საკითხთან დაკავშირებით. და რატო გიკვირთ ისე მე მიკვირს, მე მინდა ქოცბანდას ვკითხო, რატო გიკვირთ? ხო რა მოხდა მერე რა მოხდა? მერე არაფერი არ მომხდარა, ხო აბა ხალხია, ლოცვა უნდა, ასე უნდა, ისე რამე გესმით საერთოდ თქვენ? გული მისკდება, აი ვის ხელში არის სიმართლე გითხრათ მართლა ქვეყანა რა ნაძირლების, რა ვირთხების ხელში არის ქვეყანა. აი როდესაც დაიწყება ეს უზარმაზარი მიგრაცია და აი ეს ნოზაძისნაირი სოფლიო ჩემპიონები რო გამოვლიან და იმას გეტყვიან რომ ამათ თავსო აკაცუკებსო პრემიერო მიდიოდა ესო მართლა ფულიანი არაბები მირჩევნიაო და ის ფულიანი არაბები რო ჩამოვლიან აქ და ის ფულიანი არაბები რო დაეპატრონებიან დალოცვილ ქართულ მიწას და როდესაც ის ფულიანი არაბები დაიწყებენ საქართველოში თავიანთი გეგმების განხორციელებას, საერთოდ ისე რო იცოდეთ ტერორისტები მგონიათ რომ ტერორისტების მთავარი ბელადები და ტერორიზმის მთავარი ბუდე გაჭირვებულ ფენაში დევს. გაჭირვებული ფენა ეს მათთვის სამართავი ქვეითი ჯარია, პეხოტაა, ასე რომ ვთქვათ. ყველა ცნობილი ტერორისტი, ყველა შემდგარი და ძლიერი ტერორისტები აბსოლუტურად ყველა იყვნენ ფულიანი მდიდარი ოჯახებიდან, რომელი ოჯახების შვილებსაც არ აკლდათ არც განათლება, არც ტაცაცმელი, არც ჩასაცმელი, არც სხვა ქვეყნების კულტურის ცოდნა და ასე შემდეგ. თუნდაც იგივე უსამა ბინ ლადენი და მისი ოჯახი მილიარდელები იყვნენ. ამაში არის საქმე. ფულიანი იდეოლოგიზირებული ადამიანები ქმნიდნენ ამ ყველაფერს და შემდეგ ხდებოდა ეგ ყველაფერი და თავისი გეგმების განხორციელების საშუალებას ფულიდან გამომდინარე და კონტაქტებიდან ასე შემდეგ გამომდინარე ახდენდნენ და ხდებოდნენ. მერე უზარმაზარი ძალა, აგრესიული საშიში ძალა. გადახედეთ, აბა ის შეიხები რამხელა ომებს და ბრძოლებს აწარმოებენ იმ ახლო აღმოსავლეთში. ხო და აი აქ ამაში არის საქმე. ეს კი საერთო ჯამში რას ურტყამს, ეს ურტყამს ქვეყანას. ასე რომ ასეთი მეჩეთები ალბათ ბევრი აშენდება კიდე. ძალიან ბევრი იქნება აშენებული. იმიტომ რომ ჩვენი ნებით ვაძლევთ უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩამოვიდნენ საქართველოში, იყიდონ ქართული მიწა და აკეთონ ქართულ მიწაზე რაც უნდათ. თუ ვინმე ამაზე ხმას ამოიღებს, ეს ხალხი სულ ყველა არიან მერე ნაცები. და ეს
ნაგავი მოღალატეები არც ერთ კოდს არ ელაპარ არაფერი არ აუხსნათ ყველა კოცი აქამდე თუ ვერ ხვდებოდა რომ მოღალატე იყო და აქამდე თუ არ ქონდა იმას ტვინი და დაბრმავებული იყო ბიზნეის სიყვარულით აი ხლა ძალიან ნათლად ხედავს ყველა რომ დაცლილი საქართველოს ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს უცხოტომელების მიერ და ამას აკეთებს კოცური ხელისუფლება და ანადგურებს ქართულ გენოფონდს მიზან მიმართულად და ღალატში არის ჩართული ყველა კოცი არის მოღალატე ავტომატურად არ ჭირდება ამას ბევრი ახსნა და განმარტება აი მოღალატე კოცების ხელით ხდება ეს ყველაფერი ურია ივანიშვილის თამადობით და თავისი ისა რა ქვია ლეკვები და თავისი ისა ვინც აყავს გამოჭედილი და ნურავი ნუიდებილებს თავს რა ნურავი ნუიდებილებს თავს ქვეყანა რამ მდგომარეობამდე არის მისული რა დღეშია ქართველიერი ჩავარდნილი რატომ ვერ ხდება საქართველოში ქართველი ადამიანის გარდა ყველა რო იხარებს აი გუშინ მარტივი ეკონომიკით იყო ახსნილი ყველაფერი ის რომ ელემენტარული საჭმელზე საარსებოზე ქართველ ადამიანს საქართველოს მოქალაქეებს მის ქვეყანაში რას უკეთებენ 3 მილიონიან ერში 18 მილიარდის მოგება აქვს მარტო სუპერმარკეტებს 9 თვეში ეხლა ამას დაუმატეთ ესა მედიკამენტების ფასები ახლა ამას დაუმატეთ ესა რა ქვია კომუნალური გადასახადები სხვათა შორის ამაზე გამახსენდა რომ ტარიფის ზრდა არის ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არის დაგეგმილი და გადაიტანეს 3-4 თვით 14 წლის მანძილზე 70%-ით გაძვირებული არის ელექტროენერგია აი ახლა კიდე გასაძვირებელი არის და 3-4 თვეში საგაზაფხულო სესიაზე მაგასაც შემოგთავაზებენ გადახედეთ საწვავის ფასებს გადახედეთ ჯარიმებს გადახედეთ ყველაფერს გადახედეთ ქართველი ერის და ქართველების მიმართ ჩადენილ ეკონომიკურ დანაშაულს რომ ქართველმა საქართველოში ვერ გაიხაროს და გიდგენენ შენ იმას რომ 250 ლარად უნდა იცხოვრო თურმე საარსებო მინიმუმი 250 ლარი არის კანონით ხელფასი კი 20 ლარი რა თქმა უნდა ამ მდგომარეობაში მიამატე ბანკის პროცენტები კი ბატონო ბანკის პროცენტები მიამატე გიორგი სხვა ნებისმიერი რამე ნებისმიერი მიმართულება აიღე ქართველი გლეხის მდგომარეობა აიღეთ თუნდაც იმ მეღვინეების მდგომარეობა აიღეთ ვინც ყურძენს კრეებს ელემენტარული და აბარებს და აგერ 14 წელიწადია ფასი არ გაზრდილა მიუხედავად იმისა რომ უზარმაზარ მოგებებზე არის საუბარი გლეხს ქართველს არავინ არ ასუნთქებს და საქართველოს მოსახლეობას არავინ არ ასუნთქებს პირიქით წიხლავენ კი ბატონო იგივეს გვიკეთებენ რაც უკრაინაში ხდება დაცლა საქართველოს ტერიტორიის ისე ხდება ჩვეულებრივად საქართველოშიც ქართველებისგან დაცლა ამას აკეთებს მიზან მიმართულად და ეს ავანტყოფი ხალხი გამოდის და თურმე მთელი ერი ვართ ვალში ივანიშვილის დედა შევეცი და მე ვინც იმას თulis რომ ქართველი ერი ივანიშვილთანაა მაშინ რა ქვია ვალში იმის დედა შევეცი კიდე სულ ყველასი რა დიდიან პატარიანად რაში ვართ ბიჭო ვისთანა ვართ ვალში ამ ურიასთანა ვართ ვალში მთელი ერი გიყიდათ და ჩაგისვა ჯიბეში ხო და ახლა მაინც რო ვერ გებულობს ადამიანი რომ სააკაშვილისნაირი კი არა უარესი მოღალატე თუ არის ივანიშვილი თუ არა ნაკალები არ არის და გამოდის და ლოცვა კურთხევას გიწყებს და შენ გიწყებს ბიჭო შენ ადამიანს რომელსაც არაფერი დაგიშავებია არც შენი ქვეყნისთვის არც მისი ოჯახისთვის არც მისი ახლობლებისთვის არავისთვის შენ გლანძღავს შენ გაგინებს ეს დედამოტყნული და იცავს ამას რა ქვია ქართველი ერის ამომგდებს და ამომწყვეტს და ნუ ახლა ასეთ სოციუმს რა უნდა ელაპარაკო ამიტომ ქვიათ ამათ მოღალატეები ეს არის ღალატი და მოღალატეებთან სალაპარაკო არაფერი ახლა არ მოღალატე ამ წუთში არა ძალა თუ არა ტყვია გეკუთვნი ჩუბჩი საქართველოს დაქცევისთვის და ამ მდგომარეობამდე მიყვანისთვის რისთვის კეთდება ეს კიდე ცალკე საკითხავია ზეციური იერუსალიმები და ესა რა ქვია აქ მცხეთა მეორე იერუსალიმი და აქ ისა რა ქვია ენუქის წიგნები და მსგავსი რაღაცეები რაცა მოიმასკნილი
ჩემოძმაო მილიონჯერ ამაკნა თქვა მე აგერა ქართველთა დიდი გაერთიანება და გავერთიანდეთ წესიერი ქართველები და იქაა გამოსავალი და ახლა მასე ყველა მიძახოს გამოსავალისა და ესა მასე არსად არაა ძმაო პარტიებში თუ ეძებ შენ გამოსავალს 100 წელი არ იქნება გამოსავალი წესი და რიგით გამოსავალი უნდა იყოს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და წინ უნდა გამოდიოდნენ ახლა სასულიერო პირები და ხმას უნდა იღებდნენ მაგრამ სასულიერო პირები არიან აბსოლუტური უმრავლესობა პირში წყალჩაგუბებული და ხმას არ იღებენ დღეს გადამაწყდა სხვათა შორის საინტერესოა ესა ვიდეო სასულიერო პირების რომელიც სასულიერო პირები ჩემს მიმართებაში რა ქვია ენა ქონდათ გალესილი ჩემ ლანძღვაში და ჩემ გინებაში და ჩემ ფურთხებაში მის მრევლთან ერთად ნუ ახლა პირადად არ იგინებოდნენ მაგრამ ეს ხალხი რომ თურმე როგორ შეიძლებოდა მე რამე მეთქვა საპატრიარქოზე მღვდლებზე და ამაცე და ამაცე დღეს მესამე თვალი აეხილა ამ ხალხს შემხვდა ის ვიდეო რომ თურმე იგივე ხალხი რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებდა და ლანძღავდა იმის გამო რომ საპატრიარქოსთან მივედით ახლა იგივე ხალხი ლაპარაკობს თურმე რომ რაც მოყვა ამას შედეგი რომ იაკობა ამბობდა მაგრამ აქ დასამალი არაფერი აი იაკობ მესტვირიშვილი რომელიც რა ვიცი მე ხანა იქეთ შენდობას და ბოდიშის მოხდას თხოვდა და იმაშობოდა და დღეს თვითონაა გამოსული და თვითონ ამბობს და სიმართლეს ამბობს აი ახლა სიმართლეს ამბობ და ბოლომდე სიმართლე თქვი რომ არ გაინტერესებს ანაფორიანი თუ უანაფურო ყველა მოღალატეა ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწას ყიდის და ახლა გამეცი ახლა პასუხი ეს თქვა თქვენი რა ქვია სინოდის წარმომადგენელმა იაკობაშვილმა კი ბატონო იმ ხედრიონელმა რომ არაფერი პრობლემა არ აქვს ქვეყანაშიო და ჩვენ ეკლესია იქავართ და მოვაგვარებთ რა თქვით პირდაპირ და აღიარეთ რატო გაქვთ ისა რა ქვია პრობლემა იმაზე რომ თქვათ რომ არასწორები იყო მე არ გთხოვთ არასწორები იყავით როდესაც ჩვენ დაგვიწყეთ კბენა იმასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან რატო იყავითო მისულიო იმიტომ რომ ზუსტად მაქმედებამ გამოაჩინა თუ არა თქვენ ხელსაფარებდით და ხელსაფარებთ დღესაც თქვენი პირიდან მე არ გამიგონია სინოდის შეკრების მოთხოვნა და ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაქციის დაფიქსირება არის ბატონო აგერ რუსთაველზე არის ოფისი ისე შეგიძლიათ მოიძებნოთ ქართველთა დიდი გაერთიანება Facebook-ის გვერდზე დავით ჭაბუკაშვილი არის და ვახდენთ გაერთიანებას ვინც დაუკავშირდით და იქ შეგიძლიათ მე ახლა საქართველოში ვერ ვიმყოფებით ორ და როგორც იქნა მადლობა ღმერთს დიდება უფალს რომ როგორც იქნა თქვენ ეს ყველაფერი თქვით ვიცი არავინ თქვენ შანს არ გიგებთ მაგრამ მთელი ამ ხნის მანძილზე ზუსტად მაგ სიტყვის გამო რასაც დღეს თქვენ იძახით რომ არ გაინტერესებთ ანაფორიანი უანაფორო და ზუსტად იმ სინოდის იმ წევრების ვინაა სინოდი იაკობაშვილი არის და პეტრეცაავა იყო თავის დროზე და სხვა ყანდურები რომლებმაც ესა რა ქვია თავს საჭერად მოიქცენ და იქცევიან დღევანდელ დღემდე და თქვენ იმას იძახოდით რომ აი როგორ შეიძლება ამაზე რამის თქვა იმაზე როგორ შეიძლება რამის თქვა როგორც იქნა დაიწყეს ამ ხალხმაც ლაპარაკი კი კიდე ბევრი სხვა სიმართლის მოსმენაც მოგიწევთ და გააზრებაც მოგიწევთ რასაც მე შანს არავის არ უგებ მაგრამ ასია ეს ამაშია საქმე ხო და არ იზამთ მაშინ ის მოხდება რაც უნდა მოხდეს და ხდება ყველაფერი უკართველო საქართველო თუ ზმახარ დედა მარტო ანტუშა იყოს იმის რა ქვია საპატრიარქოს პრობლემა ნეტა მარტო ანტუშა იყოს პრობლემა რა ვიცი გონი ანტუშა კიდე აგენს ჯობია მილიონს ჩემოძმაო ერთ რაღაცას გეტყვი რომ ჩვენი საპატრიარქოს დიდი ნაწილი თავიდან ბოლომდე არის ჩაგდებული ხელში ებრაული ლობის გავლენის რომელი ებრაული აი მექნება მე ამაზე ბლოგს ვამზადებ და ყველას გირჩევთ ნახოთ აგერ აკადემიკოსი ქალბატონი დენიზა სუმბაძე ამ განათლების და ამ სტაჟის და ამ გამოცდილების ადამიანი პირდაპირ ამბობდა ამ ყველაფერს და ვისაც უნდა მოსმენა შევიდეს ეგერ და ნახოს ერთი ისა რა ქვია ის ვიდეო რომელი ვიდეოც მქონდა მე ქალბატონ დენისასთან სასაუბრო
ჩაგდებული არის ამ ებრაელების ხელში, ებრაული კლანის ხელში და არ ვიცი, აქაც ეთყობა ზეციურ იერუსალიმს აპირებენ გაწმენდილ ქართულ მიწაზე. უკვე ქართველების გარეშე, რომლებიც ასწავლიან და უტენიან ამ ხალხს თავში. რომ თურმე ბაგრატიონები ებრაელები იყვნენ, რომ დავით აღმაშენებელი ებრაელი იყო თურმე, ამიტომ ჩვენ ყველა ებრაელებზე უნდა ვილოცოთ. და ახსნილი აქვს იმ ადამიანმა, ახსნა კაცო შავით თეთრზე პირდაპირ, საიდან წამოვიდა ეს და როგორ წამოვიდა. ასე წამოვიდა. ერთი ნაგლეჯი ნახეს. ერთი ნაგლეჯი ნახეს, იგიც ხუმრობაში ნათქვამი, დავით კურაპალატს და იმას რა ქვია. უბრალოდ აშოტ კურაპალატს და იმას გრიგოლ ხანძთელს შორის საუბრის. და იმაზე ააგეს მერე ყველაფერი. და თურმე ეს რა ქვია, ქრისტიანები თურმე ესა ვართ, რა ქვია, ქართველები საერთოდ სადავართ და გაჩვენებთ იმ ვიდეოს. ამბობენ კიდეც, რომ ამ მიწაზე ქართველების მეტი ადრეა ებრაელები ცხოვრობდენო. იღავთ ეგ თავში კი არის ეს რა ქვია. ივანაშვილი ეგერ და უმზადებს თავის ხალხს ყველაფერს და ყველაფერი კეთდება სამაგისოდ და ესენი სანთლებს ანთებენ და დარბიან ხანუკაზე და შენ ჭირიმე შენ გენაცვალე და ღმერთმა დაგლოცოთ და აი და შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე მიმდინარეობს. ჰიჰაჰაში ძროება ამ ქვეყანას სული. ეს არაბული ინვესტიციაც მაგათთან წილ ნაყარი არის ყველაფერი და მაგათი გეგმებია სულ ყველაფერი. და დააღეთ პირი თქვენ და დერიეთ ერთმანეთს და დაუწყეთ ლანძღვაგინება იმ თავარი ურიას გამო. ასეა საქართველოს არ მართავს ქართველი კაცი. არა ქართველის მიერ მართული ეს ქვეყანა. მე არ ვამბობ აქ მარტო ეთნიკურ კუთვნილებაზე. სული და გულით და ცნობიერებით ქართველი რო იყოს საქართველოს სათავეში. დარწმუნებული ვარ უამრავი ისეთი ადამიანები, უამრავი გმირები არიან სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს გულისთვის თავდადებულები. იგივე სომხები, იგივე აზერბაიჯანელი, სულით და გულით ქართველები, იგივე ქისტები. და თავს დადებდნენ საქართველოს სიყვარულისთვის, მაგრამ ესეთი ხალხი არ არიან. რომლებსაც საქართველოს უყვართ, საქართველოს შვილები არიან და არც მათ წარმომავლობას არ მალავენ. ადამიანი რომ ის წარმომავლობას მალავს, იმას ძალიან ბევრი რამე აქვს დასამალი. ეთყობა და იმიტომ აკეთებს. ჯერ მიმფურთხებია იმ ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი ეროვნების, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, იმის რო წვენია. არსებობს კარგი და ცუდი ერი. არსებობს ცუდი და კარგი ერი შვილები. და აი ამათ აქვთ ხელში ჩაგდებული ეს ქვეყანა. და ასე დედასტირობენ. აბორიგენი ქართველი ერიდან ცლიან ამ ქვეყანას. ხან ვისი ხელით და ფაშიზმი არის ქართველ ერზე მოწყობილი. აქამდე სოციალური ეკონომიკური ხელკეტით იყო მოწყობილი ეს ყველაფერი, რომ გაშიმშილებული და გაძვალტყავებული ქართველი ერი დაცლილი იყო. საქართველოს დაცლილი იყო. ახლა აგერა პირდაპირ უკვე ფიზიკური გადაშენებით ხდება ეგ ყველაფერი. ასეთი რამე რო არ მომხდარიყო და საქართველოში ესეთი რაღაცები რო არ მომხდარიყო, რამდენი რამე ხდებოდა. დემეტრე თავდადებულის ამბები, ბიჭო, მინიმუმ ფილმი მაინც არა გაქვთ ნანახი. მონღოლი ყაენი რო ეუბნება ამ ტერიტორიებზე, თუ ქართველებს არ დაასახლებო, ჩემ ხალხს დავასახლებო და შვილს რო იძულებით ატანს მონღოლს. ცოლად, სხვერპლად წირავს შვილს. და მთიელებს ყრის და იმაზე ასახლებს. ბოლოს საერთოდ თვითონ წავიდა ქვეყნის გულისთვის და თავი დადო იმაზე, რა ქვია, ოქროს ურდოში. შვილს გაწირავს ახლა ივანიშვილი საქართველოს გულისთვის? ან თვითონ წავა იმაში ოქროს ურდოში? არაფერს არ აკეთებენ ყველაზე დიდი პრობლემის მოსაგვარებლად. რუსეთ და საქართველოს ურთიერთობებს შორის. რუსეთს არაფერი არ დააკლდება. ჩვენ კი შეიძლება გადავშენდეთ. რომ ეს პრობლემები იქნას ორ მართლმადიდებელ ქრისტიან ერს შორის იქნას მოგვარებული ყველაფერი. და მინიმუმ ომის პირობებში არ იყოს ორი ქვეყანა ერთმანეთთან. დევნილები იქნას აფხაზეთში დაბრუნებული, სამაჩაბლოში, სხვა სიტუაცია იქნას შექმნილი. არ აკეთებენ, იმიტომ რომ იდეალური ისაა, რა ქვია, რუსოფობია საქართველოში. ვიცით, ბატონო, დამპყრობელი რო არის. ვიცით.
ვიცით ჩვენ მაგრამ თელმა მსოფლიო მიცის რუსეთი რო დამპყრობელია იგიც არ უნდა დაგავიწყდეს რუსეთი თუ დამპყრობელი არის თურქეთი როდის მერე გახდა ძმა და მოყვასი და მოყვარე რაღაცას დაიჯერებდა ადამიანი თქვენ პატრიოტულს უბრალოდ ერთი ბატონი რო გეზიზღებოდეთ და მეორეც გეზიზღებოდეთ მაგრამ ერთი ბატონი რო გეზიზღებათ და მეორეს ტრაქში უზრებით ეგ როგორ უნდა გაიგოს ქართველმა ერმა მე ამას ვერ ხვდები ხო და ეს შიდა მოვლენები რომელი მოვლენებიც კიდევ უამრავი დაჭერები იქნება მე გეუბნებით აი ქოცები შედიან თავიანთი გეგმის ერთ-ერთ ურთულეს სიტუაციაში რომ ეს ბევრი ყავთ დასაჭერი კიდე თავიანთი სკამის გასამყარებლად თავიანთი ახალი კლანის გასამყარებლად იგივე კობახიძე მდინარაძე ახალი მონები არიან ბიძინა ივანიშვილის და ახალი მონები რო იქნან მომჯდარი კარგად სკამზე ამისთვის საჭიროა ძველი პოლიტიკური ქოცური კლასი ჩაწმინდონ და დარეული არიან ახლა ერთმანეთზე და მიმდინარეობს კლანების გაყოფა იმ პარტიაში დაწყევლილ პარტიაში რომ დაეცათ ბომბი ერთ დღეს ხო და ამას ყვება საქართველო და ფარცხალაძეს ესენი ფეხებს ვერ მოჭამენ დარწმუნებული იყავით და ეს ყველაფერი ისევ და ისევ აი ამისთვის კეთდება იმისთვის რომ აი აქ გადავიდეს ამ ყველაფერზე გადავიდეს ხალხის ყურადღება იქ მეჩეთი აშენდეს იქ ტერიტორია გაიწმინდა უკვე ბულდოზერებით არაბების ჩამოსასახლებლად გონიოში იქ უკვე კრწანისის ტყეპარკში მოინიშნა რომელი ხეები არის მოსაჭრელი ქალაქის აშენებლად და საკანონმდებლო ცვლილებები თავის მხრივ იუსტიციის სამინისტრომ გაასწორა და აალაგა და ეს პარალელური პროცესია ეს ხალხი იმიტომ არ იღებს ამ ყველაფერში ხმას მე გეუბნეთ ყველა მოღალატეა იმიტომ რომ ყველა არის რაღაცნაირად მთავრობისგან რაღაცა ვიგოდა აქვთ აღებული ეს გავრცელდა ინფორმაციები რომ რა ქვია კვარაცხელიას თურმე ეს რა ქვია არქიჯგუფში ისა წილი ქონა ახალი ამბავი რა კვარაცხელიას мама გავეშებული დარბოდა ეგერ ბათუმში ქონებების და იმის მშენებლობის ბიზნესში თავი ქონდა შეყოფილი ძმაკაცმა მითხრა ბათუმიდან იგივე რა ქვია რა უბედურობაო იგივე ამის ღმერთი არ იქნაო ყველანაირად წარმატებული არის აქ რამ გაავეშათ და გაამწარათო ყველაფერში თავისი წილის ჩადება უნდათ ეს ხალხი ახლა საქართველოს ინტერესებისთვის ამოიღებენ ხმას თუ პარტიის ინტერესებისთვის იმ პარტიის ინტერესებისთვის რომელი პარტია საჭმელს და ასმებს მოვა ქალბატონო მარინა მაგ დრო არაბიც იქნება მინისტრი მოვა მაგ დრო იმიტომ რომ ევროპის ქალაქებში მე ხა ამერიკაზე არ მაქვს საუბარი ამერიკა მაინც ემიგრანტების ქვეყანაა და სხვა ამბავია იქ აბორიგენი მოსახლეობა გაწყვიტეს მაგრამ ისეთი კონსერვატული ქვეყანა როგორი კონსერვატიული ქვეყანაც არის დიდი ბრიტანეთი რომელსაც პრემიერ-მინისტრის ინდუსტრია ეყოლება ის რა ქვია მერი პოლიციის უფროსი და ასე შემდეგ საქართველოში რატო არ იქნება ყველა ფულიანი კლასტერი მაგათ ხელში იქნება და გახსოვთ ოგბუნჯუ რო იყრიდა კენჭს ნუ ის ოგბუნჯუ სხვა რამის გამო იყრიდა როგორც ერთ-ერთმა წევრმა მისი შტაბის შემოქმედა და წევრმა დამიწერა რომ ჩვენ სპეციალურად გავაკეთეთ იმისთვის რომ ოგბუნჯუ რო აჯობებდაო აქ ადგილზე ქართველებსო მაშინ ხმების დაგროვებაში დაიხურეთ თავი და წადი პოლიტიკიდან და აბსოლუტურ უმრავლესობას ამიმგეს ვითომ ოპოზიციონერებს მართლა აჯობა იმ ოგბუნჯუ ე ბატონო ნიუ-იორკის მერიც ნუ ახლა ნიუ-იორკი მაინც კაი ბატონო ეს მაინც ემიგრანტების ქვეყანაა და არ ვამბობ მაგრამ ეხლა დიდი ბრიტანეთი ინგლისი რომელიც ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქვეყანა იყო და უამრავი სისხლი აქვს დაღვრილი იმაზე რა ქვია წმინდა მიწის გათავისუფლებისთვის რა მერი რო გაუხდება და მთელი მუსულმანური ქვეყნების ნახევარი ნაწილი რო ვასლად ყავდა და დაპყრობილი ყავდა იმას წარმოადგენელი რო გახდება ინგლისის ამხელა თანამდებობის პირები აქ ამაშია საქმე და საქართველოში რატო არ იქნება იქ ჩვეულებრივად იქნება საქართველოში მოკლედ ამაში არის ეს ყველაფერი მე დავამუშავებ
დღეს ამ ფილმს და სავარაუდოდ ხალისთვის შემოგთავაზებთ. ამ ამბავს ზეციური იერუსალიმის შესახებ საქართველოში და ეს მიწა თურმე ქართველებს ეკუთვნოდა თუ ებრაელებს ჯერ კიდე გაურკვეველი ყოფილა ზოგ-ზოგიერთი აკადემიური წრებისთვის. და დანარჩენი ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი ფარსი და ჩვეულებრივი სიყალბე აი ამ ყურადღების გადასატანად. რა ვიცი, ვინმეს თუ რაიმე კითხვა გაქვთ, დამისვით ვეცდები გავცეთ თქვენს კითხვას პასუხი და დაგემშვიდობებით აღარ მოგაწყენთ თავს ამ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად. ბევრი არაფერი არაა სალაპარაკო. ზაურ რაშია ძმა საქმე იცი? ამათ ხელოვნური ინტელექტი როგორ არაჯობებს? ხელოვნური ინტელექტი ახლა შენ შემოგევლე პრაგმატიზმზეა აგებული და უკეთესი რა იქნება იმაზე არის და ამათ ხელოვნური ინტელექტი კი არა ნებისმიერი მე გეუბნებით ეს ქვეყანა რო ჩაბარებოდა არიან სახელმწიფოები რომლებსაც მართავს გაერო იმიტომ რომ უნაროები არიან და ვერ მართავენ მას და შეიძლება გაერო მარჩევნები ჩაატაროს და გაეროს მთავრობა იყოს იმ ტერიტორიული ერთეულის მმართველი ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყებდა ზვიადგამსახურდიას მე საქართველოს მმართველობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას რო იყო საქართველოში არჩევნებიც უფრო სამართლიანი იქნებოდა არსებობის საშუალებაც ექნებოდა ქართველებს და ყველაფერი იქნებოდა კარგად და გაეროს დაცვის ქვეშ იქნებოდა ქართველი ერი და საქართველოს როგორც წითელ წინში შეტანილი გადაშენების პირას მყოფი ერი და სახელმწიფო მაგრამ ეს არ მოხდა იმიტომ რატო არ მოხდა ამ ყველაფერსაც გაიგებთ იმიტომ რომ ქართველი ერი უნდა გაწყდეს უნდა გადაშენდეს მაგრამ გაწყვეტამდე და გადაშენებამდე ქართველი ერის უდიდესი ისტორიული როლი უნდა დაკნინდეს, უნდა გათახსირდეს მსოფლიო საზოგადოების თვალში და ამის მერე ქართველების ხელით უნდა მოხდეს ქართველების გენოციდი. ახლა ვსაუბრობ შენ შემოგევლე მაღაზე ვინ რა თუ არ გოდა ინგლისიდან წარდგენილი სარდლები რიჩარდ ლომგული და სხვები ვინ იყვნენ და ვინ იყვნენ. უბრალოდ ფაქტად მოვიყვანე ისტორიულ ფაქტად, რომ ეს ხდება. ამა არაფერი ამას არ უშველის. რაც შეეხება. ამას უშველის ერთობა მხოლოდ. ერის და ბერის ერთობა. ეს ერთობა უნდა მოდიოდეს ეკლესიიდან და სასულიერო პირებიდან, რომელიც არ მოდის. სამწუხაროდ. პირიქით ჩაბმულები არიან ამ კორუფციულ სქემაში და ბევრი ფულის შოვნას აპირებენ ეთყობა იაკობ ადამისის სასტავი ამ ეგრეთ წოდებული ინვესტიციით. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.